გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემა კვლავ შეეხება დანაშაულებრივი კომპანია RMG-ს საქმიანობას. დღევანდელ გადაცემაში გაჩვენებთ იმ ძეგლებს, რომელიც ამ ხსენებულმა კომპანიამ გაანადგურა, ხელყო და ასევე წარმოგიდგენთ იმ ძეგლებს, რომელსაც ხელყოფის და განადგურების საფრთხე ელის. დავიწყებ 2013 წლის 11 დეკემბერს გადაღებული ვიდეომასალით. 11 წლის წინანდელი ვიდეომასალით. ეხლა ვიმყოფებით საყდრისის გულში. ბორცვის შიგნით ვართ. კალევით არა მთლიანებაზე გადადის და აი მას ეძახიან ოქროს ტალახს. აბარა. პირდაპირ წითლად ჯდება ხელზე, აი. ხო, არ ჩდება, ეხლა ვერ ჩდება, კი, მაგრამ არა ჩავს. ის გვირაბია წინაპრების გათხრილი, რომ ამბობენ ადამიანი ვერ ჩაიტევაო. ეხლა სამივე ერთად შეიძლება შევიდეთ გვერდ დგომი ამ გვირაბში. ეს უკვე არ არის კომუნისტების დროინდელი. ეს არის უკვე მე-4000 წლებში, როგორც ჩვენი მეცნიერები ამბობენ, როგორც ჩვენიც და უცხოელების. ვარ დაახლოებით 30-35 მეტრის სიღრმეში და აგერ ნაგავი ჩამოყრილი, აქ ნაწვალებიეს. აი, კარგად მიანათ, ეს ფიცრები რო გამოჩნდეს ფოტოზე კი ჩანს. რაც იწვალა ამ ხალხმა ექსპედიციამ და ეს ამოასუფთავეს და ჩამოვიდნენ ამხელა სიღრმეზე ვართ, ეხლა 30 მეტრზე სიღრმეზე ვარ და ჩამოყრილია ნაგავი. აი, ეს ახალი ჩამოყრილი მიწა არის და ზევიდან ჩამოყრილი მიწა. ზევიდან ჩამოყრილია. დღეს არის 2014 წლის 12 თემტრი დაიხედე 11 რიცხვი 11-ია დღეს 11 დეკემბერი. ეს იყო საყდრისის აფეთქებამდე 2 დღით ადრე გადაღებული ვიდეო კადრები და ახლა ვნახოთ 13 და 14 დეკემბერს გადაღებული ვიდეომასალის მცირე ფრაგმენტი. აი ესე აფეთქეს საყდრისი ამათი ჩანთა ხელი გაუში აუში გაჩერდი ახლა გაჩერი ხელი არ გავა აი აქ ხელი არ მომკიდო ხელი გადი აქედან
მათხოვრებო მაინც ამოვა. მათავარ და ანგრევენ ბულდოზერით ყველაფერს. ბულდოზერია მისული უკვე ორჯერ აფეთქეს და აღარ eli ერთ-ერთმა მაინც გამიშვი. Eli ერთ-ერთმა მაინც გამიშვი. სად გამიყვან ისე ამოვალ. ალბათონო ნინო, ეს არის ლიცენზირებული ტელეფონი. ადამიანი. რატო დაანგრიეთ საკტრისი? გიღებ რატო დაანგრიეთ? მე არ ვარ პასუხისმგებელი პირი, რომ ვინ ახართ თქვენ? ნებართვა ვინ მოგცათ ამისი? მიმართეთ საზოგადოებასთან ურთიერთობას. აი ეს ვინ არის კამერით რო იღებს? თქვენს გადაიღეთ. ეხლა არის 2014 წლის 12 დეკემბერი 12 საკლია 15 წუთი. მე ვიყოფებდი საყდრისის დასავლეთ მხარეს ფერდობზე და აქედან ვიღებ როგორ ანგრევენ საყდრისი. ზუსტად 2 წუთის წინ ნინო დაიჭირეს მექიაშვილი აქედან რაც დავინახე მე როგორ ჩანდა გააკავეს და ძალათი ჩაიყვანეს. ქვემოთ გაკავებული ყავს მე ამას ვერ ხედა უკვე ეს ვაგონი მეფარება. და ეს კოდალა არის მიმდგარი და ანგრევს იმ ჩასასვლელებს, რომლიდანაც 5400 წლის წინ ჩვენი წინაპრები ჩადიოდნენ ამ აღაროში. ეს მე მომიწევეთ ხალხო თუ რამეს ან აფორიაქებულად ვიძახიან არასწორად რა. ირაკლი სად ძაღლებს რას უშვებით აქ? არავის სადმე გვაქვს. ამ ნივთებს რა შევწები და საერთოდ რას ვაპირებთ? მითხარი, ოღონდ სწრაფად სანამ დაღამდნენ. ძაღლები, ლეკვები შენ როგორც ფილმში მიყავს, დიდი ძაღლი, დიმას მიყავს აქ ფილმში. დიმიტრის? დიმიტრის არავის დიმიტრისთან შეინახება დროებით და მე კახას გავგზავნით სუგდიდში. არავის დავანაწილებ მეგონა ყველაფერი და ვიცით ეს სადროა. ეს იყო ირაკლი ლომიძის და ჩემი გადაღებული ვიდეო მასალა, რომელიც ჩვენ საყდრისის აფეთქების შემდეგ მივეცით. ვარჩიეთ პირველი არხი უნდა რუსთავი 2-საც, მაგრამ უპირატესობა საზოგადოებრივ მაუწყებელს მივანიჭეთ და მაშინ რეალურ სივრცეში 22 დეკემბერს იყო გადაცემა, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ, ჩვენც ვიყავით, დანაშაულებრივი კომპანიაც იყო და ეს დიდი გადაცემა პირდაპირ ეთერში გავიდა და აი იმ გადაცემისთვის დაამონტაჟეს ეს ჩვენი ვიდეო მასალა. ეტყობოდა კიდევაც, რომ პროფესიონალების გაკეთებულიყო. ეხლა ჩემი ნაცოდულარი მინდა წარმოგიდგინოთ საყდრიში ცხოვრების და საყდრისის დაცვის მცდელობის პარალელურად ვცდილობდით გარშემო რაც იყო ძეგლები, ყველაფერი გადაგვეღო მათი მდგომარეობა, აგვესახა. და წყემსებისგან შევიტყვეთ რამოდენიმე ძეგლის შესახებ და წავედით მათ სანახავად და მაშინდელი რეპორტაჟი მინდათ ეხლა გაჩვენოთ 2014 წლის 9 ნოემბერს გადაღებული. საყდრისიდან 11-ის ნახევარზე გავემართეთ აბოლმუგის ისტორიული ხეობისკენ ირაკლი ლომიძე, ჯუბა ჩაგელიშვილი, დალი მამულაშვილი და მე, ნინო მიქიაშვილი. შემოვლითი გზით ტყე-ტყე 8 საათი ვიარეთ, რადგან კომპანია RMG Gold გზიდან შესვლის საშუალებას არავის აძლევს. ამ გამოსატუტი მოედნების ქვეშ სამარხები და ეკლესიის ნანგრევები იყო. ახლა აქ მადანს ყრიან და ციანით ასხამენ. გამოსატუტი მოედნები 9 ნოემბერს გადავიღენ. ნახეთ როგორ გამოიყურებოდა აქაურობა 5 თვის წინ.
აქედან დაახლოებით 50 მეტრში არის სამარხები. ბევრი მათგანი ხელუხლებელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. სამარხებიდან ქვევით, ხევისკენ დავეშვით, იქ ეს ულამაზესი წყარო დაგხვდა, ზეპირი გადმოცემით წყარო მე-12 საუკუნისაა. ხევიდან ასულებმა იქვე ახლოს კაკლებში საყდარი ვნახეთ. ნოემბერი ირაკლი ხა სად ვართ? ობიექტივის მაყურებლისთვის სპეციალურად გვიამბე და აი ჩემგან ხელმარცხნივ და შენგან ხელმარჯვნივ რა ჩანს აქ? ჩვენების მასშტაბი არის ჩანს. ეხლა ჩვენ ვიყოფებით დაბოლნიკის ხეობაში, პირაცხოვლის ქედის დასავლეთ კალთაზე. ესე იგი ეს ის ქედი არის, რომელსაც იქიდან მხრიდან აფეთქებენ. თან ვიაროთ ტაძრისკენ. და სადაც ნამოსახლარები თუ კელიები იყო, არ ვიცი, შეხვდება ნაშთები, ისიც ვნახოთ. ეს აქეთ მხრიდან დაახლოებით 100 მეტრი არის, შეიძლება უფრო ნაკლები, სადაც გამოტუტვა ხდება მადნის. ეს ყველაფერი არის ჩაკეტილი აქ, პირდაპირ გზით რო შემოხვიდე, ალბათ 10 წუთში შემოხვალ შეიძლება. აი ეს დვანისისკენ მიმავალი. დვანისის ცენტრალურ ტრასიდან. ეხლა ჩვენ მოგვინდა 3 საათი და 10 წუთი აქ რომ ჩვენი კარვებიდან. აი კიდევ ერთი ნამოსახლარი, ან რა ვიცი, კელის ნაშთი. ნაშთებია, ნუ აქ ჩანს პირდაპირ. აქ ესე არ ჩანს კამერაში, აი აგერ კიდევ, აი. ნაშთები არის, სადაც თან არქეოლოგების ხელი არ აქვს დაკარგული. აი კიდევ. ჩანს. ყველაფერი გადათხრილია პრინციპში აქ, მაგრამ ამ ადგილებში არ აქვს ნამოსახლარი. აი აქედან რამდენ მეტრშია დაახლოებით ის წყარო? აი კიდევ ერთი ნაგებობის ნაშთი. ეს მიყოლებაზე სულ ნაშთები არის ტაძრამდე. აი აქედან წყარო დაახლოებით არის 20 მეტრში. აი სადღაც აი აქეთ ხარეს. აი ხევში არის პირდაპირ მე-12 საუკუნის წყარო, ფურნის წყაროს ეძახიან. ფურნის წყაროს, რომელსაც ვაჩვენებთ ჩვენ მაყურებელს და არაერთხელ გვიჩვენებია. აი ახლა ხეები გვეფარება, თორე კამერა მიმართულია პირდაპირ იქ, სადაც გამოტუტვა ხდება და აქ ახლა ისმის ხმა წისქვილის, ეგრეთ წოდებული დრაბილკის. და აქედან რა ჩანს ტაძარი, რომელიც შენ აღმოაჩინე. პატარა ძალიან ლამაზი ტაძარი, რომელიც თან ვიაროთ. მაგრამ ეს ადვილად ვერ შემოდიოდეს. ეს არის დიდი დმანისელების ტაძარი, სალოცავი. თვითონ დვანისელები ამას ეძახიან მუშელან საყდარს. მაგრამ უკვე რამოდენიმე წელია აქეთ ვეღარავინ შემოდის, არ უშვებენ როგორც თვითონ ეძახიან. ანუ სალოცავად ვერ მოდიან დვანისელები. ვერ შემოდიოს, თვითონ ეს ეს ძალიან ლამაზი ტაძარია და სავარაუდოდ რამდენად ჩვენ გვაქვს სიები. აი აქედან დიახ. ძეგლთა სიაში არ არის. აი აქედან ხა არ ვიცი როგორ გამოჩდება, მაგრამ პირდაპირ გამოსატუტ მოვედნებს უყურებთ, აი სადაც სიანით ასხავენ. არ ვიცი როგორ გამოჩდება, ოდნავ მივწევ ახლა იმას კამერას. ხმაცის. ოდნავ? რა ვიცი, ჩავიდეთ ალბათ, თუ რამე გამოჩდება, კარგი იქნება. აქედან დავანახოთ აი ეს თეთრები რაც ჩანს აქედან. აქვე ეს ყველაფერი გამოსტატი მოედნებია. თავზე ტაძარი. ვაი. აი ტაძარი. ტაძარი. ახლა შეგნიდანაც გადავიღებ მის მდგომარეობას და ზარი. ხო. სავარაუდოდ ახლა მე ამას ვერ გამომტკიცებ, მაგრამ არის აფეთქებების ბრმა. ხო, აქედან ძალიან ახლო მანძილზე აფეთქებებია. ხშირი, რომელიც ჩვენთან ესეთი ხმით მოდის, რომ ზანზარებს იქ ყველაფერს. ამ თაზე ჩვენ ვიგავართ, აფერზე ვიგავარ, ამის ექცესაც აფეთქებ. ამ ტაძრის სანახავად მოვდიოდი ერთხელ ამ ზაფხულს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად და
ძალიან თითქმის 45 წუთი ვიდექით შემოსასვლელში, არ გვაძლევდნენ შემოსვლის უფლებას და ბოლოს ვერ მოვედით, იმიტომ რომ გვიღამდებოდა საღამო იყო, ვერ ვნახეთ და იმის მე რამდენჯერ ვიყავით, ხო, ვერ ვიპოვეთ და ეხა ვიპოვეთ. დალი, აი თქვენ ხო აქაური ხართ. ჯუბაც აქაურია და აი ამ ტაძრის არსებობის შესახებ იცოდით რამე? სავარაუდოდ ვიცოდი რომ აქ ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ეკლესია მონასტერია. ნანახი არ ქონდა. მართლა არ მქონდა ნანახი. მადლობა თქვენ, შენ და ირაკლის რომ ირაკლი მიპოვა ეს ტაძარი. ეს ტაძარი მართლა მოძებენ და მე აი ამაღლებული ვარ დღეს. მაგრამ სამწუხაროა მეორე მხარე ის რომ აგერ აქვე 20 მეტრაში, 30 მეტრაში აგერ გამოსატუტი მოედნები და საშინელი სანახავ ვნახე იქ. გათხრილი საფლავები, უამრავი და მეტი წილი ბავშვების მე უკვე მეტირება დედასგეფიცები აქ ყოფილა დიდი სოფელი და აქ ეთყობა ყველაფერს თავისი ხელი, აქ კარგი წყაროა იქ. კარგი ნამოსახლარები, ნანგრევები, კელიის ადგილები, მინდორი ალბათ ეს ამ ეკლესიის შემოსავლა და უამრავი სანახაობა და აქ გვინგრევენ და თავზე გვანგრევენ და თავზე გვასხავენ პირდაპირ ციანძებს და აი აქ ვცხოვრობ ჩვენ და ეს არის საფრთხე. ოფიციალურად გამოვითხოვე ანგარიშები, რომელიც ამ ტერიტორიაზე ამ ტერიტორიას ეხება არქეოლოგიური ანგარიშები და აბა ვნახოთ რა წერია იქ. როცა მომცემენ, ეხლა წავიდეთ მეორე ტაძარი ვნახოთ. წავიდეთ. კვირაცხოვლის ქედის თავზე მძლავრი ნაგებობის ნაშთია შემორჩენილი. სავარაუდოდ დუღაბის გარეშე ნაშენი. მეორე კედელი კი არა, იმის გაყოლება უზარმაზარი კედელი ყოფილა აქა და ნეტავი რისი, უფრო ციხესიმაგრის არა, აი შეხედეთ რამ ხელა. კარგი იქნება, იქითაც თუ ანახეთ რა სიმაღლეზე. კი, მოვატარებ ხა კადრებს. აუცილებლად. ეს ამათი ნარჩენებია მადანს რომ ამუშავებენ და აი ეს შორს მოჩანს სოფელი ალბათ დიდიდმანისი. ხო იქით? დიდიდმანისი არა. მაშავერა სოფელი. დიდიდმანისი და ხა ვართ კვირაცხოვლის ქედის წვერზე და ნახევარი ეს მთა ჩამოშლილია ქედი. მადანს ამუშავებენ უკვე. ამ ფოტოზე ჩანს კვირაცხოვლის ქედი. აქ ახლა RMG Gold მადანს ღია კარიერული წესით აფეთქებებით მოიპოვებს. მარჯვენა მხარე ჩამოშლილია, აქ 24 საათი მუშაობენ. ქედის მარცხენა წვერზე კი ეს საყდარი დგას. კვირაცხოვლის ქედის ძირშია ეს პატარა ტაძარი. ის გზიდანაც კარგად ჩანს. ტაძარი აფეთქებების ადგილთან ყველაზე ახლოსაა. ამ ტაძრებს საყდრესის უძველეს ოქროს მაღაროს, ნამოსახლარებს, წყაროს, სამარხებს, არქეოლოგიურად შეუსწავლე ლაბელმუგის ქედსა და ხეობას, განადგურების, მიწასთან გასწორების საფრთხე ემუქრება. 2014 წლის 15 ივნის საქართველოს საპატრიარქომ გამოაგზავნა წარმომადგენელი, რომ ის ძეგლები აღენუსხა, რომელიც უშუალოდ დანაშაულებრივი კომპანია RMG-ის სამოქმედო არეალშია და ამ წარმომადგენელთან ერთად მაპატიეთ ვერ ვასახელებ, იმიტომ რომ ნებართვა არ ამიღია გადაცემაში შემოსვლის წინ მისგან. მე და ირაკლი ჩაუჯექით მანქანაში, რაღაცნაირად ჩავიმალეთ მანქანაში და გადავიღეთ კადრები, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. არაერთხელ ვახსენე გამოსატუტი მოედნები და მოდით ახლოდან ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იყო 2014 წლის ივნისში აბულმუგის ისტორიულ ხეობაში. ამერე აქ არ უშვებენ. ეგრო გაიგონე ხო? აქ შემოვედი და ვიღებ ინფარქტი დაარტყავთ. ხო, აი აქ უნდა გააუბედურონ ეს მხარე კიდევ ერთხელ. ამის გადასაღებად ხაზე უნდა უძრალებდე. მაგარი.
ასე ხრიან და რეცეპტი კაცი. გაუმზადებიეთ ყველაფერი. ტექნოლოგია. სისხლი ხალი არქივის მიეტებში. ეგარ ქართული კაცის ბუნება ყველაზე კარგად გაიგოს მაურუსად. ვიცა ქეიფი, ჩინვენდლები, ხმალი, ომი ეს ადგილი რომ გადაიღო, იქ შესვლა ახლა თითქმის შეუძლებელია სასწაული უნდა მოხდეს, რომ აი ასე შევიდე მე ან ირაკლი და იქაურობა გადავიღოთ. ვინაიდან იქ არ გვიშვებენ, ამიტომ პერიოდულად ჩვენ დილადრიან გავდივართ ხოლმე თბილისიდან, ჯერ კიდევ არ არის გათენებული და მე შემოვლითი გზებით მთებიდან ვიღებთ ამ ადგილს. ბოლოს ეს გავაკეთეთ 2020 წლის 23 ოქტომბერს. მე ირაკლი ლომიძე და ნანა ჩოკოშვილი გახლდით წასული და მაშინდელი ვრცელი რეპორტაჟიდან მცირე ფრაგმენტი მინდა გაჩვენოთ, რომ ერთმანეთს შეადაროთ და ნახოთ, რომ უკვე მრავალსართულიანი სახლების ხელაა მადანი, რომელსაც იქ ყრიან და მერე ციანით ასხავენ. მოდით ერთად ვნახოთ 2020 წელს გადაღებული კადრები. სადაც ვდგავართ და ვიღებთ ამ ეკოლოგიურ კატასტროფას, აი აქედან უნდა ავიდეთ, აი ამ ქედზე უნდა გადავიაროთ და მანამდე უნდა ვნახოთ ეკლესია, წყარო და ამ ქედის წვერზე კიდევ ეკლესია. ეს გამოსატუტი მოედნები გადაღებული მაქვს 2014-ში. ჩვენი კადრები ვაჩვენოთ მაშინდელი, რაც გადაღებული გვაქვს და შედარება გავაკეთოთ, საშინელება ჩანს აქედან, ჩანს უბედურება, გადათხრილი, რა მრავალსართულიანი სახლის ხელა გამოსატუტი მოედნები. ანუ ეს ის ადგილია, სადაც აფეთქებული საღტრისიდან მოაქვთ მადანი, ყრიან და ზევიდან ასხავენ დაფქულ მადანზე ციანიც და ესე გამოყავთ ოქრო. ხო არაფერი მეშლება. მართალია ესე გამოყავთ. ეს საღტრისი აქ აქვს მოტანილი. არა მარტო საღტრისიდან მოაქვთ, კიდევ სხვა ადგილებზე, სადაც აქვთ ამათ კარიერები, აი კვირაცხოვლის ქედი, ეხლა აქედან არ ჩანს და გზიდან გადაღებული გვაქვს არაერთხელ, აი ეს ქედი. მეორე მხარეს სულ ჩამოშლილია თავიდან ბოლომდე. აი უკანა მხარეს ვართ ჩვენ მოქცეული ამ ქედის და ეს გამოსატუტი მოედნებიც გზასთან ძალიან ახლოს არის ცენტრალური გზიდან, მაგრამ არ ჩანს ეს უბედურება და მე არ ვიცი ხა ჩემი კამერა რამდენად აღიქვავს და მე მინდა თქვენი შთაბეჭდილებები ჩავიწერო ახლა რაც ნახეთ ნანა პირველად ნახე და აი თუ შეიძლება აი რა ნახე და რა შთაბეჭდილება დატოვა რა არის აი დიდი ვანდალიზმია ქვეყნის აი ამ ხელა ფართობის და მთების მონგრევა მოთხრა ქვევით ჩიტების ჭიკჭიკის მოდატყეში ამოვედით ზევით საერთოდ მომწვანო ფერი ადევს ქვებს და არანაირი ჩიტები აღარ არიან ხეებიც რაღაც საცოდავად გამოიყურებიან აშკარად იგრძნობა მე ვამბობ ხოლმე ფეხზე წამომდგარი მკვდრებივით არიან თქო და რაიმე განსაკუთრებული სუნი თუ პირში არის ძალიან ცუდი გემო სიმწარის იგრძნობა ციანიდან ტყეში დავდივართ უკვე 2 საათია მეტი საშინელი გემო იგრძნობა პირში ირაკლი აი რაც ნახეთ ეხა ისეთი წერტილიდან ვიღებთ არ ვიცი მე მაყურებელი რამდენად აღიქვავს ვეცდები რომ ისე გადავიღო და ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობებით რომ დაინახოს რასაც ჩვენ ვხედავთ მაყურებელმა მაგრამ სოფელი ბალიჭი ჩანს მზე თუ არ გვიშლის ხელს აი ამ უბედურებიდან 600 მეტრშია მოსახლეობა 2014-ში გვაქვს გადაღებული ორჯერ მე მგონი აქაურობა და შთაბეჭდილება რაც ნახე მაშინ და ეხლა რა განსხვავებაა მაშინ ახალი დაწყებული ქონდათ ეს გამოსატუტი მოედნების მოწყობა აქ. ცოტა ხმამაღლა მითხრა. ეხლა მთელი საღდრესი დაუფქვიათ და აქ მოუტანიათ. გაუზდიათ ეს გამოსატუტი მოედნები და იმ ძველი აბულმუქის ნასოფლარზე დაუყრიათ ზემოდან, სადაც ეკლესიას, ძველ
სასაფლაოებს. ნაეკლესიარს გადაუარის ბულდოზერი. ბულდოზერები და აგე დაყარეს ეს ისინი, რომ ეხლა მთელი პრობლემა რაშია? ამას ღია წესით 800 ხავენ აქციანიც. ეს ციანიდი ორთქლდება, მერე მიდის და მარნეულში მთელ სავარგულებზე წვიმს აქედან და მარნეულიდან იწამლება მთელი საქართველო. ციანიდი. ყველაზე ახლოს რას უფლებია ესეც თქვა ვინც არ იცის. ბალიჭი არის, აგერ ზემოთ პატარა დმანისია თუ დიდი დმანისია სოფელი. სულ მეშლება. აზრეთი იქით მე ბოლნისის სოფლები. ყველაფერი მაშავერაში ჩადის ეს ყველაფერი მაშავერად ირწყვება მე მთელი ბოლნისის და აღარ აბინძურებენ ესეთ განცხადებებს აკეთებენ. არა ბინძურები დინარეზე აქვს აგერ პირდაპირ მოწყობილი ეს გამოსატუთი მოედნები და ციანიდი რაც საში არ მიდის ალბათ ჩადის დინარეში. რაც გადაღებულიც გვაქვს დინარის რას უშვება. საერთოდ აქედან აბულმუგი გამოდის პატარა მდინარე, ამაში ჩადის ეს ყველაფერი აბულმუგი უერთდება აი აქ ახლობით კილომეტრში არც კი მაშავერას და მაშავერად ირწყვება მე რა მთელი კონკრეტული. ახლა ვარ აბულმუგის ხეობაში, კვირაცხოვრის ქედის მოპირდაპირე ქედზე. აი კაზრეთის კორპუსები და ნახეთ რა ახლოს არის იმ უბედურებასთან, რასაც ახლა აქ აკეთებენ. ამ ქარხანასთან, სადაც ღია წესით თქვავენ მადანს და ციანიდით გამოაქვთ ოქროაი, აუზები, ხეები მიშლის, აქედან კარგად ვერ ვიღებ. აი აქვე ვდგავარ და რამოდენიმე მეტრში ისმის ძროხის ზარის ხმა. წარმოიდგინეთ ამ მოწამლულ ხაერში, მოწამლულ ნიადაგში, ამ მოწამლულ ბალახს ჭამს ეს ძროხა და მე იქიდან მოწველილ რძით ალბათ აკეთებენ ყველს, ანყიდიან, ან თვითონ მიირთმევენ და ისე ვიწამლებიან ადამიანები. არაერთხელ ვახსენე და ნახეთ აბულმუგის ისტორიული ხეობა. გამოსატუტი მოედნებიდან რამდენიმე მეტრში იდგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შუა საუკუნეების აბანო. და ეხლა მინდა გაჩვენოთ 2014 წლის მაისში გადავიღე ეს კადრები. ნახეთ როგორი ხასხასამწვანია გარშემო ყველაფერი და აბანოც მშვენივრად გამოიყურება, რამდენიმე კადრს ნახავთ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შუა საუკუნეების არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა ქვემო ქართლში და 1975 წელს ამ ექსპედიციამ გამოავლინა აბანო, თავი ჩანდაო, ასე წერია ექსპედიციის ანგარიში, მხოლოდ თავი ჩანდა ამ ნაგებობის მიწით იყო სულ დაფარული, გაწმინდეს სამი განყოფილებისგან შედგება თუ შედგებოდა როგორ თქვა არ ვიცი და გეტყვით რატომ არ ვიცი ეს აბანო და როცა იატაკს წმენდნენ არქეოლოგები იატაკის წმენდისას ნახეს რომ იქვე თონე იყო გამართული მათ ჩათვალეს რომ ეს თონე აბანოს დანგრევის შემდეგ გაკეთდა იქ და აბანოს კარის წინ არქეოლოგებმა იპოვეს რუსუდან მეფის მონეტა მე-13 საუკუნის მონეტა. ეხლა მინდა გაჩვენოთ უკვე ხელყოფილი აბანო როგორ გამოიყურებოდა 2015 წლის 29 ოქტომბერს ეს აბანო და როგორი ვითარება იყო თქვენ ნახავთ აი როგორ ეპყრობა ეს დანაშაულებრივი კომპანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კიდევ ერთი მაგალითი არის შუა საუკუნეების აბანო, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მინიჭებული და ახლა ნახეთ რა ხდება მის გარშემო. აი აქედან გამოყავთ გზა, საყდრისიდან მოყავთ ეს გზა, ცოტა ბინდება და არ ვიცი როგორ ჩასდა ხელებიც მიკანკარლებს, აქ ისეთი დამხვდა სურათი. ხო და აი აქ აბანოსთან აგერ რამოდენიმე მეტრში ნახეთ ტრაქტორის ნამუშევარი. ხეებია წაქცეული, მოჭრილი. ეს ირაკლის შეატყობინეს ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომ აქ აპირებენ ამ აბანოს განადგურებას და უმიზნებენ პირდაპირ აბანოს და სპეციალურად ჩამოვედით ახლა ეს რო გვენახა და აღმოჩნდა რომ მართლაც ნამდვილია ეს ამბავი, იმიტომ რომ შეხედეთ პირდაპირ როგორ მოდის ეს გზა და აი ნახეთ აქ რა ხდება, როგორ არის ყველაფერი გადათხრილი. თქვენთან ერთად დავათვალიერებ, აი ახლა უყურეთ აქ რა ხდება. დღეს არის 2015 წლის
ვაიმე, შაბათი დღეა 24 ოქტომბერი. აი ნახეთ რა ხდება. აი შეხედეთ ეს ხეები მოთხრილი, წაქცეული. აი აგერ კვირაცხოვლის ქედი, აი აქ არის აფეთქებები ხშირად და აი აქვე პირდაპირ ტაძარი ჩანს და ესეც აბანოდ არის გაფორმებული ოფიციალურ დოკუმენტებში, ნახევრად დამეწყრილია და როგორც არქეოლოგები ამბობენ, არის უნიკალური ძეგლი. აი ახლა გავთიშავ ვიდეო კამერას და დაურეკავ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს პაატა გაფრინდაშვილს. სადაც აი აქ გზა გადის, აგერ გზა ჯერ გაკეთებული, აი აქ ვდგავარ ამ გზაზე და ხედავთ ვიღებ ძეგლს, ამ აბანოს. აი ნახეთ, აი აქ ტრაქტორს როგორ ულია და რა გაუკეთები, ახლა ამ კადრებს ზევიდან ვიღებ. აი ესე მოდიან და ანგრევენ ყველაფერს. მანძილზეა. არ შეიძლება აქ მუშაობა, გააჩერეთ ახლა. სამინისტროდან მოდიან უკვე, აღარ შეიძლება აქ მუშაობა. გამარჯობათ, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მინიმუმ 50 მეტრზე არაფრის გაკეთება არ მე რატო დადიხართ ეს მძიმე ტექნიკა? არ შეიძლება, არ გაგატარებთ სანამ აქ ვარ. აი ხა მოდიან უკვე ინსპექციის წარმომადგენლები თბილისიდან. ეხლა ხელია. ტერიტორია დატოვეს სასწრაფოდ. თორე რა? არაფერი, დატოვეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რო ანგრევთ? მე არაფერი დამიგრევი. აბა ეს ვინ დაანგრია? გზავის კერძო ტერიტორიიდან ძალიან ხუთ გავწევთ. კერძო არ არის, ეს ჩემი ტერიტორიაა, საქართველოსია. მე ჟურნალისტი ვარ. შენ რატომ იღებდი? მე თქვენობით მოგმართავთ. აი მანქანას რო უღებთ და ნომრებს რო იღებთ, ამინთი რა გინდათ ეხლა რო ქნათ, რო რას იზავთ? თქვენ ხართ ყაჩაღები და აღმოჩნდებით დამნაშავის სკამზე. აი ნახავთ. რას იღებ და ხელმძღვანელობას აჩვენებ? თქვენ საყდრისის აფეთქებაშიც მონაწილეობა მიღებული გაქვთ. სახით მახსოვხართ. თქვენ საყდრისის ჯალათი ხართ, კი? და თქვენ ძალიან ცუდ საქმეში ხართ, აი თქვენ. 2017 წლის 12 იანვარს გადაღებული ვიდეო კადრები ვნახოთ, როგორი ვითარება იყო აბანოს თავზე 2 წლის შემდეგ. აი ახლა ვდგავარ აბულმუგის ისტორიულ ხეობაში და აი აბანოს თავზე რა ხდება? ზუსტად აბანოს თავზე. აი ამ კამერით უფრო კარგად გამოჩნდება 2017 წლის 12 იანვარია. როგორც ჩანს ააფეთქეს აქაურობა და ეხლა მადანს ხსნიან იქიდან და მე მანქანებით წამოათრევენ და დაბქვავენ. აქეთაც სიმე ტექნიკა მუშაობს. ამათი პოსტია. 2017 წლის ივლისშიც გადავიღეთ აბანო, მაგრამ ესე ახლოს მისვლის საშუალება აღარ მქონდა და ნახეთ, რაც გადავიღეთ ის ვიდეო კადრები. ნიკიაშვილი, გადმოდი აქ. მანქანა დაკეტე, დოდო. საბოლოოდ ამ აბანოსთან მიმართებაში იცით რა გააკეთეს, როცა
პირაკრულები დავდიოდით და ეგრეთ წოდებული პანდემია იყო, ათქნენ და გადაიტანეს იქიდან და იქაურობა აითვისეს. რამდენჯერმე როცა იქ ჩასული ვიყავით სადე, მაგრამ ვერ ვიპოვე აბანო, სადაც ქვები დანომრესო და რაღაც სპეცტექნიკის გამოყენებით გადაიტანეს. ეგ ცალკე თემაა და ამაზე აღარ შევჩერდები. ეხლა მინდა განახოთ დანაშაულებრივი კომპანია RMG-ს მიერ სოფელ ტანძიასთან ახლოს ეგრეთ წოდებულ ბნელ ხევში გადაღებული ვიდეო კადრები ბულდოზერით ნათრევი ეკლესიის ქვები. მაპატიეთ ამ გამონათქვამისთვის 2018 წლის 18 აპრილს გადავიღე ეს ვიდეო მასალა ტანძიელებთან ერთად. ეს აფეთქება რო იყო, ეს კლდია აფეთქეს? მაშინ ამის კადრებია ის. აი ახლა ვდგავართ ბნელი ხევის ტერიტორიაზე. აი აქ უნდა იყოს აფეთქებები. ყველგან არ არის არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარებული. ავრავდუდეს ტაძრის უნდა იყოს. სწორად და ზუსტადაა გამოთქმული. ეკლესიის უნდა იყოს. ის ეკლესიის აღვიჭენ. სად იპოვეთ? ეს ესე მიწაში ჩაფლობილი. ლები. ეს ნათალიქვა, ისიც ნათალიქვა. ო, ისიც არის. ანუ კედელი ჩანდა, მაგრამ ცოტა ხარული. სად ჩანდა კედელი? იყო. აქ იყო კედელი. ორი მხარე ჩანდა რა. სარწინა. ანუ ტაძრისთვის გამოიყენებოდა ხო ესეთი ქვები? ხო რა ვიცი, აბა სახლებს ესეთი ქვებით ვინ ააშენებდა. ბულდოზერზე აქ გადანავლელი ეს ღმერთმა იცის, აქ შეიძლება ჩუქურთმაც არის სადმე. ნათალიქვა, ხო? დაზიანებული. ეგ ხო ეხლა ნამდვილად ტაძრის ქვა. ეს არის ჩამოყალიბი, აი სადაც ვიყავით, სადაც ბევრი ქვები გადავიღეთ. ამ მიწის ქვეშ კიდე ბევრი ასეთი იქნება. ეხლა მინდა გაჩვენოთ იქვე ახლოს რამდენიმე მეტრში როგორ გამოიყურებოდა მაშინ 2018-ში იქაურობა. ჯულივრო სოფელი მოჩანს, ეგ არის ტანძია. აი ეს ხო ტანძია. ეს პირდაპირ არის ტანძია. ტანძია, აი ბევრი სახლებიც რო ესეც ტანძია. და აი აქეთ გამოყვებით ამქეთს და დასერილი თის თავზე რო სოფელია ეგ არის? ეგ ეს არის ბერთაკარი. ბერთაკარი, სადაც უკვე დაწყებული აქვს თამათ მადნის მოპოვება, ოღონდ რაღაცა განსხვავებული წესით. შახტური წესით გამოხმარებული. აქ რატომ მოგიყვანეთ? აგერაც არის ნასახლარი ძველი უძველესი. ესე დაოთოლი იყო. აქ ნაგებობა იყო რაღაც, რა ვიცი, ან ნამოსახლარია, ან კელია. ესეც ხო ნამოსახლარია? დედა, რამდენი ნამოსახლარებია აქ? დედა, მთელი ქალაქია აქ. ასე ამ გაყოლებაზე სულეს. ძალიან გაყოლებაზე. თლიან გაყოლებაზე ესია? დედა. აქ ქვევრი იყო, აი? ქვევრის ნამყოფია. ფერში რა იყო რავი? ამოუღიათ. რა იყო ფერში რავი? რას გაიგებთ თქვენ? ვინ გვეტყვის ჩვენ მაგას? ამტროებები აგერ ჭურჭლის. ეს ხე მოუთხრია ძირიანა. და რამხელა ნამოსახლარია. თვალნათლივად ყובה რომ შუა საუკუნეების ნამდვილად არ არის, რაზეც მეტყველებს აღმოჩენილი კერამიკა. ეს შეიძლება იყოს ადრე ანტიკური ხანის კერამიკა, როგორც პირველ დათვალიერებით ჩანს. მე სადაც მუშაობდი, ზუსტად ამ სახის კერამიკა გვხვდებოდა, ზუსტად ასეთი სამშრიანი სადამაგულების ასეთი გამოწვის ტიპით. რასაც ის იყო ადრე ანტიკური ხანის. მეორე ადგილი, საიდანაც ქვევრია ამოღებული. ვაჟა ხო არაფერი იპოვე? არ არის გამოყენებული აი არქეოლოგიურზე რო სწავლობს იმ ბიჭმაც თქვა ის არა ქვია კირი და რაღაც დუღაბი ისია მშრალი წყობით. ასე ახლოს გქონდათ სახლები თუ რა არის ნეტავი აქ. სპეციალისტები ადვილად მიხვდებიან კადრებს რომ ნახავენ. აქაც
ნაგებობის ნაშთია. ეს უფრო დიდი დარბაზებითაა. სავსეა, ვინ იცის ეს ხევი ესეთი ადგილები. გადაუარეს იგი. სადღაც მოჩიჩქნეს ერთ-ორ ადგილას და გადაუარეს, გადაფარეს, აი ასეთი ნამოსახლარია. სად? ქვევი? ხო, სადაც მოსწორებულია ტერიტორია. აციო? იქნებ რამე კონდეს ზედან წარწერა. ორნამენტი. ეგ შეიძლება ქვაყუთის არის. ზევიდან ხომ არაფერია. აი როგორც სპეციალისტებისგან ვიცი, რომლებიც ორჯერ იყვნენ ჩასულები, როგორც საპატრიარქოდან, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, რაც თქვენ ნახეთ ახლა ბნელ ხევში გადაღებული ვიდეო კადრები, იქ აღარაფერი აღარ არის და უკვე მადნის მოპოვებითი სამუშაოებია დაწყებული. წინა სიუჟეტში მე განახვეთ ტანძიელები როგორ მიმითითებენ ერთ ადგილას, რომ აი აქო ორი კედელი ჩანდაო, ტაძრის ფრაგმენტი იყო და ასევე გაჩვენეთ ბულდოზერით ნათრევი ეკლესიის ქვები. ეხლა მინდა გაჩვენოთ უკვე მიწიდან დამარხული ქონდათ ნასაყდრალი და ზევიდან მიწა ქონდათ დაყრილი და თქვენ ეს არაერთხელ გინახავთ, ვინც თანმიმდევრულად ადევნებთ თვალს გადაცემა მემკვიდრეობას და ეხლა მინდა გაჩვენოთ მიწიდან ამოღების შემდეგ ჩივილის და აქ აღარ მოყვებირის შემდეგ როგორ ამოიღეს მიწიდან დააკონსერვეს და ნახოთ როგორ გამოიყურება იქაურობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფიტარეთის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ექვთიმე შავდათუაშვილს. ის წაყვა ობიექტივიდან მე და გიორგი წამალაძე ვიყავით და მისი მანქანით ავედით, უთხრა რომ ჩემი სტუმრები არიანო და მაშინ დავიღეთ ეს ვიდეო კადრები, რომელსაც ახლა ნახავთ და ფონად ადევს კომპოზიტორ ეკა თევზაძის მუსიკალური პატარა ნაწარმოები. აი ეს ის ტაძარია, დამარხული რო იყო, ტრაქტორით რო ქონდა მიწა დაყრილი და აი ახლახანს მაის-ივნისში რომ გაასუფთავეს. ბანერი დაუკიდებიათ, არქეოლოგიური ობიექტია წერია. მეტრა 70 იყო სულ თავიდან ესე უწერიათ და მე კედლებიო ძალიან გამოქარული იყო და დავიყვანეთო მეტრა 90-ზე. აი კიდე ხო პირდაპირ. თქვენ რამდენი ხართ, მამა? უფრო მაღალია კედელი. ეხლა რატომ გაჩვენეთ ეს კადრები? ნამოსახლარები და ის ქვევრის ნამყოფი ადგილები, ნაგებობის ნაშთები და იქაურობა გაანადგურეს, მაგრამ ხელს ეს რომ გაეკეთებინათ, ხელს უშლიდათ ეს ნასაყდრალი და კიდევ ერთი ნასაყდრალი ხო და საპატრიარქოს მიმართეს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და სპეციალისტების სწორედ ამ მიზნით ჩააყვანილი ყავდათ. ორჯერ რომ ენახათ ადგილზე მდგომარეობა. იქნებ შევძლოთ და ერთ მშვენიერ დღეს მათი კომენტარები ჩავიწეროთ, თორე ისე გადმოცემით ბევრი რამ ვიცი. როგორც ვიცი, ეს ნასაყდრალი დაშალეს და გადაიტანეს სხვა ადგილას და იქაურობაც აითვისეს. ოფიციალურად მე მივმართე, არ მიპასუხა სააგენტომ, რომლის დირექტორი პარლამენტში გამოსვლისას აი აგერ ახლახანს იყო ირწმუნებოდა, რომ ჩვენო საჯარო ვართო, ცხელი ხაზი გვაქვს, რომ მოგმართავენო, ყველა კითხვას პასუხს ვცემთო, მაგრამ ტელეფონით კი არა, განცხადებით მივმართე, არ მიპასუხეს, მერე ადმინისტრაციული საჩივარი დავწერი, არ მიპასუხეს.
ანუ იგნორირებას უკეთებენ ჩემს განცხადებებს და მიმართვებს. ეხლა მინდა გაჩვენოთ, ანუ როცა ვამბობ, რომ ხელყვეს ერთ-ერთი ფაქტი ეს არის, რაც დანაშაულებრივმა კომპანია RMG-მ გააკეთა, უკვე ტაძრებს მიადგნენ. ეხლა მინდა გაჩვენოთ ქციის მამათა მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ხარიტონ არეშიძის ინტერვიუ, რომელიც 2018 წელს ჩავწერეთ, მე და გიორგი წამალაძე გახდით და ბატონ დავით არხანმოურავს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, იმიტომ რომ მთელი ეს ჩემი ჩასვლები ბნელხევში, გნებავთ ქციაში, ყოველთვის მისი ხელშეწყობით ხდებოდა. ეხლა ვნახოთ მამა ხარიტონთან ჩაწერილი ინტერვიუ და მე დავასრულებ გადაცემას. გეოლოგები ჩამოვიდნენ მიწის სინჯიგთხოვეს აქედან მონასტრის ახლო ტერიტორიიდან ვუთხარი უარი, თუმცა გითხე რომ იდეაში რა ქონდათ მათ თქვეს რომ ოქროს იებაში ვართ. ესენი წავიდნენ და შემდგომ იყო ჩამოსული პიროვნება. RMG Gold-დან იყო მას. კი, როგორც თქვა თვითონ რუსული ფირმა არ არის, ინგლისური იმისის არის. მე ვუთხარი რომ იცით ფიტარეთში როგორი მდგომარეობა და რა ხდება. ფიტარეთი 7 კილომეტრი არის ჩვენგან, ანუ ამ მთების იქით არის. ფეთქებები რაც იქ ხდება აქაც ისმის და მოდის და პატარა მიწის ხევებიც არის. მამაო, ეს აფეთქებები ეხლა ამ დღეებში ისმის? კი ბატონო, აი 1-2 დღის წინ ღამე სავარაუდოდ 2 საათი იყო. აი მოდის ჯერ გუგუნის ხმა, ფეთქების ხმა და მე მიწის რყევა. შემდგომ უკვე გამეორდა დილით. ფიტარეთის მხრიდან ისმის ეს აფეთქებები ამ თის იქიდან. ზუსტად ამას ვერ გეტყვით მე, მაგრამ აი ეს ფეთქებები რო ისმის და ეს ხმა რო აქამდენაც მოდის და ტალღის სახით არის თუ როგორ არის ეს უკვე თვითონ გეოლოგებმა უფრო იციან. უკვე აღარ ზამადა და თქვა რომ არ შეგეხებათ თქვენ 500 მეტრით მონასტერს არაფერ ზიანს არ მოუტანს ეს. მათ აქვთ რუკა და მონასტრიდან 500 მეტრითაც კი არ სადღაც 50 მეტრით იქით უკვე აღება ხდება ამის, ანუ წითელი ზოლი არის. ანუ აი ამ თის იქიდან უკვე გომარეთი არის სოფელი, კაკლიანი არის, მამულუ არის სოფელი. მე როგორც გეოლოგებისგან ვიცი, კომუნისტებს დალუქული ქონდათ ეს ტერიტორია, იმიტომ რომ აქ მართლა არის ოქრო, დიდი რაოდენობის. სოფელ გომარეთში, ხო? კი ბატონო, ეს არის თვითონ გომარეთის თები არის. როგორც ჩანს, ამ ხეობის აღება ალბათ აპირებე. მე შეკითხვა დაუსვი ესეთი. აი ამ სილამაზის ხრიოკად ქცევა როგორ შეიძლება? და ზუსტად ესე თქვა, მამავა, ეს ერთი მთა რო ავიღოთ. აი ეს ულამაზესი მთა, ერთი მთა რო ავიღოთ. ჩვენ ქვეყანას სჭირდება ეს. და ჩემთვის ეს იყო მომგვრელი შოკის, რაც სათქმელი იყო იქ კი ვთქვით და ვუთხარი ჩვენ რომ ქვეყანას ესეთი არ შემოსავალი სჭირდება და უფალმაც იცის და თვითონ ყველა მიციან რომ იქიდან როგორი შემოსავალი და რა შემოსავალია და რა რჩება ჩვენ ქვეყანას და უღირს თუ არა ესეც შვენივრად იციან და ვიცით და ისე იოლად საუბრობენ ამ ხელალტიაგესეულებზე გეგონებათ თავიანთი იყოს ეს პირველ რიგში ღვთისმშობლის წეხვედრი არის, მეორეთი წინაპრების სისხლით და კბილებით მოიტანეს და მესამე კიდე ის რომ მონასტერი არის აქ, სადაც ყოველდღიურად უფლის რიდება ხდება, სადაც როგორც ვიცით ბრძოლის კერა ყოს სულიერი თუ ფიზიკური ბრძოლის კერა და ჩვენი წინაპრების ძვლებზე ვდგევართ აქ. შეკითხვა დავუსვი მე ესეთი, შენი სახლიდან სადაც ჩვენ ცხოვრობ, 500 მეტრით რო დაიწყონ მონგრევა და იფეთქება. აი გაჩერდები შენი. ან შენ იქ სადაც ცხოვრობ, სიკეთე მოუვა იმ სახლს. სულ ელემენტარული თქვა, აი ყველაფერს რო დავანებოთ თავ. მანაც კი რაღაცა თითქოს თანხმობა თქვა სწორი ხარ, მაგრამ ყველას ჩვენი მისია გვაქვს. ჩემი ყველაზე გულითადი თხოვნა არის ერისთვის. ალბათ ამას თვითონ უფრო კარგად მეუფეც თუ საჭირო იქნება იტყვის და პატრიარქიც ამას ბრძანებს, რომ ჩვენ ერთ ჭირდება გამოფხიზლება. აუცილებლად სიფხიზლე ესაჭიროება ჩვენ ერთს. თორე საქართველოს მუჭა გააქვთ და სად გააქვთ და ვის მიაქვს და რა მიაქვს ეს ჯერჯერობით არ არის ცნობილი და არ ვიცით, ან თუ ვიცით ინკოგნიტოთი ხდება. მერთმა
მოგცეს ამის ზალა ამის შემართება რომ გამოფხიზდეს ჩვენიერი საგე როგორც ვიცით ბონისის მხარე კაზრეთი და როგორ მდგომარეობაში არის თითქოს არაფერი ყურადღება არ მიაქციეს და აქამდე მოვიდა ზედმეტად თავისუფლად საუბრობდა შემოთავაზება პირდაპირ არ იყო ბევრი რამე ასე ვთქვათ და დაკონსერვებული და მიწის ქვეშ არის რო აღვადგინოთ ძალიან დიდი თანხები სჭირდება ჩვენ ვიცით ყველა შემოთავაზებასავით იყო ესეთი რომ აი ბევრი აღდგენა სჭირდება და ამას თავისთავად ფინანსები სჭირდება მე ეგრევე შევაჩერე და ვუთხარი რომ შედეგი და სარგებელი ესეთ ფინანსებს არ მოაქვს და პირიქით უფრო მეტი ტკივილი მოაქვს მე და არც არავის არ სჭირდება ისეთი არც ფინანსი არც იმდიდრე თუ იმან რაც ღვთისგან მოძებული გვაქვს აღარ იარსებებს ჩვენ ვიცით რომ ეს მთები თუ აღარ იქნება არც წესიერი ჰაერი იქნება ჰავა არც წყალი იქნება და თავისთავად ვერ ვიქნებით აქ აი იმდენად სითამამე აქვთ რომ აი ესეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ყველაფერი შესაძლებელი არის ფულის გამო. მამა ხარიტონ, მე მესაუბრნენ ადამიანები, რომლებიც მათ სტუმრობას ესწრებოდნენ და შემსწრე არიან თქვენი საუბრის. როგორ მოგმართავდნენ მამი და არა მამაო, როგორც არის წესი და რიგი, როგორც უნდა მივმართოთ უდელმსახურს. ხო ასია? კი ბატონო, მამი მაგალითად აი ეს მთა რო ავიღოთ ჩვენს ქვეყანას, ანუ ჩვენს ბიუჯეტს სჭირდება ეს აი ესეთი იმით იყო რაც ტონით კი ბატონო როგორც შემეძლო შეძლებს დაგვარად პასუხი მან ჩემგან მიიღო და იმედი მაქვს რომ ჩემთან ამის თაობაზე არც მოვა და ვერც გაბედავს იმიტომ რომ შეურაცხყოფად ვიგრძენი თავი მე პირადად და არა მარტო მე ეპარქია ჩვენი ნაპრემა რაც მოგცეს ჩვენ ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ და დაუტოვოთ და გადავცეთ მომავალ თაობას. ჯვარი წერია ამ ხეობას ერთმა მოგცეს ამის შემწეობა და ძალა რომ ჩვენს ქვეყანას დაუდგეთ ერთს. რადგანაც საქართველოს და ქრისტიანობა ერთი არის. მამა ხარიტონი, რომელიც მედგრად დაუდგა დანაშაულებრივ კომპანია RMG-ს, ამ ინტერვიუმდეც და ინტერვიუს შემდეგაც არაერთხელ მივიდნენ და სოფელ გომარეთშიც მივიდნენ მოსახლეობასთან. დღეს იქ აღარ არის, გადაიყვანეს სხვაგან, დღეს იქ სხვა წინამძღვარია მონასტრის. გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მივახლოვდა, მაპატიეთ რომ არ ვთქვი, ეს არის ძეგლი, რომელსაც საფრთხეელის, რომელ ძეგლს მიადგებიან ხვალზეგ, ქციის მონასტერში, ბნელხევში კიდე არის ძეგლები გასანადგურებლად გამზადებული, იმიტომ რომ ახლოს არის მათ სამოქმედო არეალთან თუ კიდევ აბულმუგის ხეობაში, რომელ ძეგლს გაანადგურებენ ან ხელყოფენ, ეგ ღმერთმა იცის. მე გაჩვენეთ, რაც გადაღებული მაქვს და რაზეც ინფორმაცია მაქვს, გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მივახლოვდა. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.